ინგლისურად ვიტყვი, იმიტომ რომ ქართულ ტერმინზე ჯერ ვერ შევთანხმდით და მე მაქვს ჩემი მოსაზრება მე ვიტყვი მოგვიანებით. Rule of law-ზე როცა არის ლაპარაკი, ეს rule of law რისთვის გახდა საჭირო, იგივე დაუშვათ იმ საზოგადოებისთვის, რომ სადაც დაუშვათ იგივე ინსულინი გამოიგონეს თუ რაღაც ეგეთი წამლები, რომლებიც შველის გარკვეულ დაავადებებს. რატომ დასჭირდა იმ საზოგადოებას, რომ ეს წესი, ეს პრინციპი დაემკვიდრებია საერთოდ? ძალიან პრიმიტიულად რო ახსნა. ხო, მარტივად უნდა ახსნათ, რომ ძალიან მარტივად რო ახსნათ. როდესაც მართლობა ხორციელდება ერთი ადამიანის მიერ დადგენილი წესით, არ შეიძლება ერთ ადამიანს ყველა სფეროში კონდეს საღიაზრი, ყველაფერში იყოს პროფესიონალი და იყოს რაციონალი. და როდესაც მეფეებს აბსოლუტური ძალაუფლება ეპყრათ ხელში ან მმართველებს, ისინი ადგენდნენ ყველა წესებს. და ცოტა იყო ისეთი, რომელიც სხვას უსმენდა ამ წესების დადგენისას და ბევრი იყო ისეთი, რომელიც თავად წვეთდა როგორ ჯობდა. და კაცობრიობას ისტორია მაჩვენა, რომ სადაც ბევრი ადამიანის აზრი მოისმინება და ისე ხდება წესების დადგენა, ეს წესები, ამ წესების ცხოვრება უკეთესად მიყავდა საზოგადოებები, ვიდრე როცა ერთი წვეთდა. და ამიტომაც გადაწყდა, რომ სწორი მოდელი არის ის, რომ მეფე კანონობდეს, არამედ სწორი მოდელია კანონი მეფობდეს. ანუ ის რაც საზოგადოების დიდი დისკუსიის შედეგად შეიქმნა, როგორც ქცევის წესი და ჩამოყალიბდა, ის მეფობდეს ჯობია, ვიდრე ერთი მეფის სიტყვა კანონობდეს. ეხლა ცოტა იმაშვები, რა ქვია, ვიშველიებ ცნობილი ნაშრომი არის მე-18 საუკუნის ჰამლეტის აღიაზრი ტომას პეინის და ის ამბობს სწორედ ამ სიტყვებს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც კანონი მეფობს და არა მეფე კანონობს. ანუ ვინ იქნება მმართველის კი აღარ არის მთავარი, არამედ ყველა მმართველი უნდა დაემორჩილოს იმას, რაც კანონშია მოცემული. კანონში არა ვიწრო გაგებით კანონის, არამედ ფართო გაგებით მის.